Toplidata, faccia spas, meraviglia გამარჯობოთ, მეგობრებო, არხის გამომწერებო, კარგო ხალხო. და ნადირობისა და კაითოფის მოყვარულო ხალხო კიდე დავამატებდი მაგას. აი ესეთი ძალიან მაგარი თოფი ჩამივარდა ხელში. იტალიური თოფია, ბერეტა 686 ქვია. ესო შემოიტანესო მეორადი თოფები იყო და ვიყიდე და სადღაცო 3500 ლარამდეო დამიჯდაო მე პატრონე იძახის. აი ახლა ქონია მე პატრონის სახელი ეწერაო და მე რაღაც გადაისახნეს. გადააცალეს და ისქნეს რა ქვია. აწერია რომ სპეშალ აწერია რომ made in Italy, აი ახლა აწერია რომ იტალიაშია დამზადებულიო. ორნამენტებია გაკეთებული და თუ გამოვიდა აქ აკაცო. არ დავთხეს, არ შეეშინეს. ავჩარკა დარბის ვიღაცისა. თან ორნი არიან დედალმამალი. არის აი ესეთი ზემოთ აქ ჩოკი, აქ ნახევარჩოკი. ანუ ეს უფრო შევიწროვება არის ვიდრე ეს. ცოტა უფრო შევიწროვება არის, ცოტა უფრო განიერია ქვემოთ. და შუქშემკრები უყენია, შეხედეთ აქა. ნუ ხელში არის აი კუკლასავით, აი რა გითხრათ, რა თოჯინასავით. ცოტა გამოყენებული რო ეთყობა, მაგრამ რკინაზე არ ეთყობა, აი ხეზე რა. ვიღაცა რო ნადირობდა, აი შეხედეთ აქ როგორ ის არის სუიმით არის ამოღებული. გადახსნით ესე იხსნება. აი ლულებში თუ გაახედებს პატივცემული ჩანს ულაში. აი ესეთი ლულები აქვს. ცველი აქვს უკან, აი შეხედეთ, გავიწოლო. ისეთ ყვილან უნდა ატკაცონეთ ხოლმე, შემთხვევით მომივიდა, აი ეს არის ცველი. ხელზე კარგად ჯდება, აქაც ორნამენტები აქვს გაკეთებული. უпростоრეთ, აი აქედან არის სლიპინა, მაგრამ მეორე მხარეს ჭრილი აქვს, ანუ დაკეჭნილია რა, რომ თითი რომ მოздოთ, გადატენიზებს, ხო? ოდნავ აქეთ არის გადმოხრილი, დამიზნებაშიც არ გისლით. მიწევთ და პირდაპირ აი ესე გადაიხსნება თოფი. წინ ძალიან უცნაური სამეზნე უყენია. არც წითელია, არც მწვანე, რაღაცა მოყვითალო ფერია, მაგრამ რო უყურებ, ხელზე ჯდება ძალიან კარგად რა. ანუ თოვლზეც ახლა თეთრია სულ და ხეზეს და იმაზეც ყვითელ წერტილს გაჩვენებთ. ყვითელი ფერი საერთოდ ადამიანის თვალი ყველაზე მაგრა აგიქოს, იმიტომ არის სამარშრუტო ტაქსები ორწოდ იყო ყვითელი და ტაქსებიც ყვითელია, იმიტომ რომ თვალში ადვილად მოხდეს და სამშენებლო ტექნიკაც ყვითელია, იმიტომ რომ ადამიანი ყველაზე მაგრა მაღას აგიწყობს. კონდახი კაკლის ფესვია, ნახეთ როგორი ის არის რა ქვია, ფაქტურა აქვს, რაღაცა ლაქი უსვია, დაკეჭნილია ლაქი ალაგ-ალაგ, ხმარების გამო, მაგრამ არ არის გაფუჭებული, ლაქიანად არის ჩასული, ატეხილი და რამე არა აქვს. ორი ცალი სასხლეტი აქვს, უკანა სასხელი ზემოთალ ულას ისვრის ჩოქს, წინა სასხელი ნახევარ ჩოქს ისვრის. ხელში მსუბუქია. არ ვიცი ახლა მე შეიძლება ძველმოდური ადამიანი ვარ, აი ესე დგება, არანაირი ის არა აქვს ბალანსის დაკარგვა. თუ ნადირობ მე რომ მკითხო, ხო? უნდა ინადირო ლულიანი თოფით რა. რაღაც 200 წვია რო იდება და ბახბუხ რაღაცა არ ვიცი. კი მოსახერხებელია, მაგრამ ამით ნადირობა კიდეს სხვანაირი, აი ვისაც ლულიანი თოფები გაქვთ, დამეთანხმებით რა, რომ სხვანაირი ის აქვს. მოღამი აქვს რა. ნუ ყველას თავისი ტექნიკა აქვს. აი ეგ ნახეთ. აი ეს კონდახი, ხელის მოსაკეთი, აქ თხელი. ანუ მე პატარა ხელი მაქვს და ჩემი ხელიც კი ისე კარგად ჯდება. აი ძალიან ისე მოსახერხებლად. მოდი ერთს გადავტენი ამას. და ვნახოთ თვითონ ეს როგორია სასხლეტი. მე გამოწევ. ფიქსირებულია და პროგნოზირებადად ისმის. აი მოკაჩვის დროს არ მოდის რა. თიც მოძებთ,
სადაც კილონახევარი დაწოლა უნდა და ეგრევე ისე როგორც სპორტული, ანუ სტენდზე რო ეს ისოლოთ, ძალიან კარგია რა. აქედან იშლება, ხლა აღარ მინდა რომ დავშალო თოფი, აი მას ჩამოწევთ ეს იხსნება და მე თოფის გულად ცალკე ამოდის. უკან. მე მგონია რომ ეს ახალი დაყენებული უნდა იყოს, იმიტომ რომ საერთოდ არ იყოფა კვალი რაღაცა გამოყენების, შეიძლება დაზიანებული იყო, მაინც მეორადი როა გაყიდისვენ, აი ეს რაღაცა გონია რომ შეცვლილია. რაღაც რბილი რეზინი უყენია, ხო? შეცვლილია, იმიტომ რომ იტალიელები აი ჩურუპებს არ დააყენებდნენ, შანსი არ არის რა, ესე ძვირიან თოფს. ეს უკვე რაღაც საქართველოსონი იგრძნობა რა. ელიავაზე შურუპები იყიდეს და ეს დაუჭირეს. ეს. მოდი ახლა მე რას ვიცავ. ტყუებს გაჩვენებთ, 12 კალიბრიანია. ეს ხო ისინი მილაგია, цаრილა ვერ გადავყარე, დამიწყებია რა. მოდი აქ დავყრია მერს. კიდე არა მერის. წინა სოლაზე რო წავიდე. აი ეს არის ბეშერ პელეგრინი 33.5 გრამი. ეს არის ფინდიხი. აი ეს არის კარტეჩი, ესეც ეგ არის BP და წონა აქვს 28 გრამი. და 5 ნომერი. იგივე ფირმის, ესენი კაი ტყუებია სხვათა შორის. 32 გრამიანი. ანუ სამტყუას ვისვრის, ზოგი ბროიძახი, ბევრს ატო არ ვისვრი, იმიტომ რომ სამიზნეზე აზრი არ აქვს რა, როგორც გაშლის, ეგრე გაშლის. 4 ტყუა რო ვისვოლ და მივიდე და იქ თუშფალანგივი დახვრეტილი დახვდე, აი რა აზრია. იმიტომ ხო არ ვიცი რომ მე ვიკაიფო არა, იმიტომ ვიცი რომ თქვენ გაჩვენოთ ეგეთი რამე როგორ არის. ანუ მოდი ჩოკით ვისვრი საფანს. უფრო მეტი შევიწროება რომელსაც აქვს. წესით უნდა რაღაც ესე ახლო მიიტანოს რა. პირდაპირ გეტყვით რომ აი ეს სისტემა კი მისოლია, მაგრამ აი ესეთი ბერეტა რაღაცა მე ჩემ ხელში პირველად მოხვდა რა. კიდე ერთხელ ვიტყვი რომ არავინ არ გვეხმარება თქვენ გარდა, თქვენ აი გამომწერების გარდა, მაღაზია და რამე, ასე რომ თქვენ იმაზეა დამოკიდებული, რა ქვია. გულკეთილობაზე იარაღს მოგვასწრით თუ არ მოგასწრით. ეხლა ვესრულოთ. აბა ვნახოთ შუაში დავუმიზნებ. შენკენაცვალე. აი როგორ გითხრათ რა. ეს ის მომენტია, როცა ვა, რამშორზე გადააგდო, როცა სროლა სიამოვნებაა რა. დაბალანსებული თოფით. ეხლა ვესროლე რომ მივალ მე ერთად ვნახოთ რა. ეხლა ვესრი ფინდიხს. დაბლითა ლულაში ჩავდებ ნახევარ ჩოქზე და ვნახოთ ეს რას იზამს. ესა ნახე რა. აი ეს მიყვარს აი. რა არის სულა? რა იყო? ნახე რა ნაგლია რო არ ეშინია. ყელზე ის უკეთია რა ქვია. კაი გაიქეცი ახლა უნდა ვისრულო. გაიქეცი. რა იყო რა არის რა? რა იყო? როქსი ქვია, როქსი. გაიქეცი როქსი, გაიქეცი როქსი. საყელოზე ეწერა. ეხლა ვისვრი ჟაკანს. შენკენაცვალე რა. აი. წავიდით აბა ვნახოთ რა ქვია. მოგლეთ. ძალიან სასიამოვნოა ხელში რა. არ ვიცი ესენი რას უკეთებენ ხა თურქულებსაც ხო ვისრი ხოლმე. არ არის ცუდი, მაგრამ აი როგორ გითხართ, ეს სულ სხვანაირი შეგრძნებაა რა.
ეს ზაღლი კიდე როგორ აგვეკიდა კაცო, არც ეშინია როგორც ეთყობა მე პატრონი ეგ სადმია ტყეში. ან გამოიქცა რაღაცა და აჰა. როქსი ნახე. ჭკვიანი ზაღლი ხარ, აი, ჭკვიანი. მოკლედ ჟაკან სადაც უმიზნებდი ზუსტად იქ მოხვდა არც მეტი არც ნაკლები აი აქ უმიზნებდი და პირდაპირ აქაც გაარტყა ეხლა ფინდის რაც შეეხება 1 2 3 4 5 გაარტყა ცოტა გვერდზე მომივიდა იმიტომ რომ ერთი აგი აი აქ არის გავლილი და დანარჩენი აი აქ ზემოთ უმიზნებდი და 5 ნომერი გაფანტა ჩოკით აი ეს მანძილს გეტყვით სადღაც 40 მეტრამდე 37 მეტრია საიდანაც ვესწავლე რა ძალიან კმაყოფილი ვარ როგორც მოხდა ძალიან მომეწონა რომ ჟაკანი ზუსტად იქ მიიტანა სადაც უმიზნებდი ანუ ამითი რაღაც იცხოველზე წახვიდეთ წამით არ გიღალატებთ რა ძალიან მაგარია კიდევ ერთხელ. მოდი ახლა მოდი როქსი, მოდი. ოღონდ არ მიკმინო რა. აი ნახე, ეს აჩვენე რა. როგორც ეთყობა როროთი ამოღებული ამას ლაზერით აკეთებენ, მაგრამ ძვირიან თოფებში ამათ თავიანთი კულტურა აქვს, რომ აი ესეთი რაღაცა უნდა გქონდეს გაკეთებული ხელით, რორო ქვია ეგეთი რკინის ის არის იმითი კაწრავენ. აი ესეთი ძალიან ლამაზი მშვენიერი თოფია. მომეწონა. განა იმიტომ რომ იტალიური აი მაჰლაკაია რა. რულები აქვს. თხელი, აი შეხედეთ და კრიალა, აი ძალიან მაგარი თოფია რა. ზემოდანაც ისე კარგად იკითხება. მოკლედ მეგობრებო, ამითი გამოგემშვიდობებით. რა ვიცი, ვინც ოლულიან თოფებზე აი ესეთ თოფებითაც რამე გამოცდილება ან ესეთი ქონეთ, თხოვნა იქნება რომ კომენტარში დაწეროთ რა. იმიტომ რომ ხო, აი საკიდია აქაც ანუ ხარდი შეგიძლიათ გადაეკიდოთ. ყველა წარმატებულ ნადირობას გისურვებთ ძმებო. რა ვიცი. მინდოდა მეჩვენებინა მე თუნდაც ვისიამოვნე ამ თოფით. ვისაც აკაკთ, შემომეხმეთ, ამოვიდეთ და ვისწავლოთ და ქართული YouTube-ით გავამდიდროთ კიდე ბევრი წესასწაული არაერთ. კარგად ზარდებოდეთ, შემდეგ ვიდეოებით. Oppidata, faccia il spaß, meraviglia da cielo.